თან დაკავშირებით გვინდა დამატებით განმარტებები გავაკეთოთ. Როგორც მოგეხსენებათ, ხვალ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. Უფრო კონკრეტულად, რომ ავხსნათ, მეორე ტური ტარდება თბილისის 8-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში, მცხეთა-მთიანეთში, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის ოლქში, ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში, ქუთაისში, ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბულის ოლქში, ზუგდიდში, ბათუმში, ხელვაჩაური, ქედა, შუახევის, ხულოს ოლქებში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი კანდიდატები ხვალ წარმოდგენილი იქნებიან საარჩევნო ბიულეტინებზე და ისინი კვლავაც სრულფასოვნად კანდიდატებად რჩებიან. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამორჩევლის მობილიზებისათვის. აქედან გამომდინარე, გვინდა მოუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს ისევ იაქტიურონ ხვალ, როგორც აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. ვთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით. დიდი მადლობა. შეხვედრა ჯერ ელჩებთან არ ყოფილა, ისინი ხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, როგორც კი შეხვედრა ჩაინიშნება ქართული ოცნების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. რაც შეეხება მიმართვას, მეგობრებს ეს არის ჩვეულებრივი მიმართვის ფორმა და აქ მე მგონი არაფერი არ არის ცუდი. რაც შეეხება კრიზისს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვიმედოვნებ, რომ ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის და დარწმუნებული ვარ, ასევე ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით და მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის ზოგადად, მათი ჩართულობით ვფიქრობ შესაძლებელი იქნება. დაველოდოთ. ეს განცხადება მეც მოვისმენეს, უბრალოდ ალიბი იყო, ეს კონკრეტული განცხადება და სიცრუე, რომელიც მათ განაცხადეს. ზოგადად ასთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იყო ოპოზიციურ სპექტრში ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის კანონდარღვევა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ამორჩეველს, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და ამ ყველაფერზე ზეწოლა, რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად გადაწყვეტილება საერთო ჯამში რომელიც იქნა მიღებული, ეს არის სწორი. თუ იქნებოდა რაიმე კონკრეტული ამდაგვარი ფაქტები, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ხო, მე არ ვიცი, ხა გამიჭირდება ზუსტად საუბარი, ალბათ უკეთესი იქნება მათ დაუსვათ ეს შეკითხვა და ისინი უფრო დეტალურად გიპასუხებენ, თუმცა მე პირადად ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და ასევე პოლიტიკაშიც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დააფიქსირა თავიანთი მოსაზრება თუ როგორ სურს ნახოს მომდევნო პარლამენტი, სადაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება თუ ვინ რა რაოდენობით უნდა შევიდეს პარლამენტში. ესე რომ დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებებს.
რაც არ მინდოდები იყოს, ანუ ესეთი პრობლემის გაკეთება არ შეიძლება, ანუ აი რომ გვითხრათ შეფასებას და ანუ რა შედეგს მოიტანს ის გავსი ტიპის ძალიან ცუდი იყო მოსასმენად და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მიზანმიმართული ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მისამართით. პირველი რაც მინდა დავაფიქსირო და ხაზი გაუსვა, ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ არჩევნები შეფასდა, რომ იყო კონკურენტული, სადაც ყველა ამორჩეულს, ყველა ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრებებით. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, როგორც ეს ყველა არჩევნების დროს, თუმცა შედარებით წინა არჩევნებთან ხარვეზი იყო ნაკლები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ არაერთი განცხადება და მოლაპარაკებები, რომელიც შედგა იქაც პირდაპირ საუბრობდით იმაზე, რომ თუ კი მათ აქვთ რაიმე საფუძველი კონკრეტულ უბნებზე დააფიქსირეს ხარვეზები, ჩვენ გამოვთქვით სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ 1500-მდე უბანი, რომელსაც ისინი დაასახელებდნენ, რომელსაც ისინი იტყოდნენ, ხო, ყველა გაგვეხსნა, ყველა უბანი და გადაგვეთვალა, რომ ეს პატარა ხარვეზებიც თუ კი სადმე რაიმე იყო, მოგვარებული ყოფილიყო და მოწესრიგებული ყოფილიყო, თუმცა მათ ეს არ ისურვეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებში არანაირი ისეთი დარღვევები არ ყოფილა, რომ არჩევნების თავიდან ჩატარების საფუძველი ყოფილიყო. ეს არ მომხდარა და ფიზიკურად ბუნებაში არ ყოფილა ასეთი რაღაცა. რაც შეეხება ამ განცხადებებს, კიდევ ერთხელ მიმოვიდა, ეს არის მიზანმიმართული ბულინგი ამ ადამიანების მისამართით და საერთაშორისო თანამეგობრობა, საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ, ვინ არის და ვინ რა პოზიციაზე. მადლობა.